რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებით კი ნებისმიერი ვინც ქართული ოცნების დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს. კონგრესმენი მეგობარი აქტის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას. სახელმწიფო დეპარტამენტი მართალია ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობაში მყოფი ქართული კოშმარის რეჟიმის ანტიამერიკელ თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ. მადლობელი ვარ, რომ წარმომადგენელთა პალატაში ჩემმა კოლეგებმა დიდი უმრავლესობით აირჩიეს არაღიარების პოლიტიკა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ქართული ოცნების დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს. მეგობარი აქტი ახლავე წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი სოციალურ ქსელში. ჯო უილსონის განცხადებას შეფასებები მოყვა თბილისში. ჯო უილსონი ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარია ჩვენ საქართველოს რეალობაში, ადამიანი, რომელიც ჩართულია ყველანაირ აქტივობაში, რომელსაც როგორც აღმოჩნდა თურმე ქართველებს კარგად ყოფნით ღამე ეღვიძება და არაძინებს ხოლმე ჩემი ქართველები ხომ კარგად არიანო, ეს არის ერთი ჩვეულებრივი კომიკური მართლა კოშმარად გადაქცეული ადამიანი.